მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის მორიგი პოდკასტი. დღეს მყავს მაგარი კაცი სტუმრად, ჩემი ძმა და მეგობარი, ასევე მისი შვილის ნათლია ვარ და რომ დამთავრდება გადაცემა 10,000 ლარი არ განმოსავიწყე, იმიტომ რომ ჩაწყობით მოხდა გადაცემაში ბატონი ალექს ბერძენიშვილი, იგივე სერ ალექს. მოგესალმებით ყველას. What's up? ნორმალურად, შენ როგორ ხარ? რაშევი? რავი. დღეს 13 აპრილია, დაბადების დღე მაქვს, მამა. ხო, მართლა დაბადების დღე აქვს. გილოცავთ მთელი შემოქმედებითი ჯგუფი. აძობა. გაიხარე. არავინ არ იფიქროს, რომ დავგეგმეთ, რომ 13 აპრილს უნდა ჩაგვეწერა გადაცემა. სპონტანურად მოხდა ყველაფერი. ყველაფერი უფლისნება არის და ეს ხდება ყველაფერი. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და დააკომენტარეთ. კეთილი იყოს შენი ფეხი YouTube-ზე, პოდკასტებში. ხო არ ვიცი რა ყოფილი ხარ? არა. კეთილი იყოს შენი ფეხი. როგორ მოხვედი ამ ეტაპამდე? ეხლა სადაც ხარ, ზოგადად რას აკეთებ, რამეს თუ აკეთებ ახალს, იმის გარდა რომ რაღაც კაი დუეტს ვაპირებთ. კი. ეგეც შეგვიძლია აქვე დავაანონსოთ, კაი ხანი არ გამიკეთები არაფერი. მე როგორც ყოფილი რეპერი და ასე შემდეგ იციან ადამიანებმა, მაინც გულში არის ხოლმე ეგ ამბავი რომ ვაკეთო და როგორ მოხვედი აქამდე, როგორ დაიწყო შენი ეს კარიერული თემები? მე კი ვიცი ეხლა დიდი წვლილი მიმიწყვის, აქვე ვიტყვი, მაგრამ შენ რო შენით მაქო და მადიდო. როგორ დაიწყო და 2013-დან რა, უფრო 12-დან ჩემი მშობლის გარდაცვალების, დედის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო ჩემში რაღაც არა მარტო ეს თემა, ბევრი რაღაცებზე მქონდა პროტესტი, საერთოდ ზოგადად რა. მიჩნდებოდა პროტესტი და გადავწყვიტე ჩემი პროტესტი გამომეხატა რა. რაღაც სახით მაინც, ხო? ან რაღაც აქციებზე მე სიარულს არ დავიწყებდი ნაკდად და რაღაც კაროების გაშლას და 2013 წელი იყო, შენთან თუ გახსოვს მაშინ აუდიო ვიდეოების მაღაზია გქონდა, ერთად ვიყავით რა, მე და შენ. 2013 იყო? 13-ში გქონდა, მანამდე გქონდა რა, უნდა 13-ში უკვე მანდ მეც ვიყავი შენთან ერთად. ესე იგი რამდენი ხანი ვიყავი მანდ? კინოთეატრ ამირანში. ოდესღაც იყო ეგ ყველაფერი კი. და უცბად წამოვიდა რაღაც ტექსტები, რაღაცა თემა, რაღაც პატარა ტექსტები დავწერეთ, წავედით მაშინ LJ-სთან სტუდიაში, თუ გახსოვს. მოკლედ მაშინ ჩაგვიძმაკაცდა მე და elshis უნდა მოვიყვანო ერთი პოდკასტზე, შეგელაშვილი, ჩვენი ძმა და მეგობარი, ერთად მოუნათლეთ შვილი ალექსას, ხო და მოვიდა იქ ჩაგვიძმაკაცდა საერთოდ არა მე რა მაინც რეპის თემა აი საიდან წამოვიჭრა რომ შენც უნდა გაეკეთებინა ეგ ყველაფერი აი აღარ მახსოვს ანუ შემოხვედი მაგ თემაში მაგ თემაში შემოვედი ზუსტად ამირანში როცა ერთად დავიწყეთ რა მუშაობა ამ აუდიო ვიდეოების მაღაზიაში მახსოვს რომ დამირეკე შენ როგორც მე მახსოვს და მითხარი რომ რაღაც ტექსტები გვაქვს დაწერილია ტექსტები და წავიდეთ პირველად მქონდა შენ თორე ხარისხორი იმას ვიზა ჰაერიდან ხო კი ანუ დამაცადი აგიხსნი ახლა გაგახსენებ უბრალოდ რა ხო რაღაც სიმღერები გავაკეთოთ მე მოვდიოდი ხოლმე რა შენთან თუ გახსოვს რა ხშირად რაღაც ამ თემებთან დაკავშირებით და წავედით LJ-სთან სტუდიაში და პირველი სიმღერა ჩვენ გავწირეს რო გვაქვს რა ანუ როგორც დამწყების ანუ პირველი სიმღერა რაც გავაკეთე არისო აი როგორც დამწყებები წერენ ხო ხარ პროფესიონალურად ეგრევე გავაკეთე ისე გავაკეთე რომ შენ გაჯობე რა ხო ნუ მაღაზე ალბათ შენმა დამგითხრა თუ გახსოვს მაღაზე ალბათ ვიმითხრა შენმა დამ მაღაზე ალბათ არ ვიცი ვიმუსაიფებდი ახლა მაჯობე თუ არ მაჯობე მაგრამ მაშინ იყოს Revolution ბანდა და რაღაც რა ხო Revolution ბანდა მე რომ დავიშალეთ კაი ბანდა ვიყავით ისე სხვათა შორის რა პატარა ნეგა იყო შეეშინდა 1-2-3 შეეშინდა და კი ნეგასვანი კაი თავის სტილში კაი ბიჭი იყო ეს შეეშინდა არ ვიცი ხა ინტრიგად დავტოვოთ ეს ყველაფერი არ ვიცი ხო და რასაც გეუბნები ანუ ამან განაპირობა რაღაც პროტესტები მშობლის გარდაცვალება და აი მაქედან უფრო დაიწყო ჩემში რა რაღაც მქონდა დაგროვებული და მინდოდა ეს ყველაფერი გადმომეცა და მაგ დროს გაგიცანი შენც ამ სფეროში არ ვიცოდი რა შენ დალში თუ ესე იყავით რა ხოლმე ხა ეგ უკვე შენი პრობლემა იყო ანუ ხო და ესე დავიწყეთ და პირველი შენი ნაბიჯები შენი დამსახურება იყო პირველად რო ეს აი მას ვეროდებოდი რომ უკვე ჩემი ქებადიდება დაწყო შენი დამსახურება იყო მე და აქედან დაიწყო რა ყველაფერი რაღაცები უფრო შენ მომეცი ხო საფუძველი რა ამ ყველაფერს კი და მე ვამაყობ ამ ყველაფერს იმიტომ რომ ადამიანებს რითიც შეგვიძლია რომ გვერდზე დაუდგეთ უნდა გავაკეთოთ აუცილებლად თუ რა თქმა უნდა ნიჭს ხედავ ამ ადამიანში და შენ გაამართლა ეგ ყველაფერი და მართლა მონდომებით მოეკიდი ამ ყველაფერს და ეხა ეს ერთმანეთის ქება შევეშვათ და გადავიდეთ საქმეს. წეგან ახსენე შენ მშობლის დაკარგვის თემა და შენ ამენ წლის იყავი ეგ თემა რომ იყო? მე ვიყავი 18 წლის, მაშინ ვიყავი ჯარისკაცი. 18 წლის. კი.
მე ახლა მაგას ვერ ვიტყვი და რა თქმა უნდა ყველას ჯვარი წერია და ყველა დაიფაროს ღერთან მაგ სიტუაციიდან რომ მე დავუშვებ ვიგებ და მესმის ეს რა არის ეგ ჩემი მხრიდან იქნება რა თქმა უნდა ტყუილი მაგრამ აი როგორ ხდება მაგ სიტუაციაში იცი რა არის არ მინდა ძალიან დეტალებში ჩავიდეთ მაგრამ აი მაგ შემთხვევაში როგორ ხდება გამოსვლა ალბათ ინდივიდუალურია მაგრამ დეპრესიები იყო უფრო მუსიკაში წახვედი თუ როგორ გამოხვედი ამ სიტუაციიდან რომ არ წასულიყავი მთლად კეტყვი სიმართლე გითხრა ეხლა მე ჩემი ძალებით ჩემი საკუთარი თავით შევძელი ამ სიტუაციიდან გამოსვლა რა არავინ არ დამხმარებია ამაში საკუთარი თავი გამოვიყვანე მე თვითონ ამ მდგომარეობიდან ანუ ჩაკეტილი ვიყავი ჩემთვის არ იყო ისე რომ ხო ხდები რა ის პერიოდები არ მქონდა რომ აი ხალხში გავსულიყავი და რაღაც არა პირიქით ჩაკეტილი ვიყავი საკუთარ თავთან მუსიკასთან არანაირი გარშემო არავისთან პირადად ურთიერთობა არ მქონია ისეთი რომ აი რაღაც გული გადავაყოლო რამეს არა პირიქით უფრო ჩაკეტილი ვიყავი და ვცდილობდი ანუ როგორ აგიხსნა იცი ხა შედარებას არ ვაკეთებ ეს ცუდი შედარება გამოდის რა მაგრამ რაღაც საფუძველი მომცა ამ ყველაფერმა რომ აი რაღაც შემექმნა რა ხო ხდები რა მუსიკაში ანუ გადმომეცა ის ტკივილი ხო ტკივილი მუსიკით ჩემი ტექსტით და ასე შემდეგ რა შედარებას არ ვახდენ რა ეს ძალიან ცუდი შედარებაა ხო ხდები ის რომ რაღაცა დაკარგო ესეთი ტრაგედია მოხდეს ცხოვრებაში მაგრამ ესეთი რაღაცეები ხელოვან ადამიანებს ხშირად სჭირდებათ ხო რაღაცა განიცადონ ისეთი რაც შემდეგ განაპირობებს რომ რაღაც შექმნან რა ცოლი რო მოიყვანე ბედნიერი რო იყავი და ყველა ერთად კეიფობდით და ხალისოვდი და მთელი ამბავი ყველაფერი მახსოვს და შენ რა მითხარ იცი რომ რატო იყო ესე ხანმოკლე ეს ყველაფერი და ხელოვან ადამიანებს გჭირს ეს ყველაფერი რაღაცნაირად გვიჭირს თითქოს შენარჩუნება ოჯახების თუ როგორ ხდება ეგ ამბავად როგორ არის იცი ეხლა გეტყვი რა ანუ ეხლა სანამ იყო პერიოდი იყო ხო სანამ ცოლს მოვიყვანდი რაღაცა ჩაფლული ხარ ამ სფეროში ხარ რაღაცა შენ სამყაროს ქმნი ხო ხდები რა ანუ შენი რაღაც დროები გაქვს რა გარკვეული რაღაცა ჩარჩოები არა რაღაც დროები გაქვს რომ შენ თავთან ახარ ხო დროები ეტაპები რაღაც ეტაპები გაქვს რომ შენ თავთან ახარ და მეტ დროს უთმობ რა საკუთარ თავს და ამ საქმეს ყველას მოსდის ცხოვრებაში ახლა შექმნის ოჯახს და შემდეგ ინგრევა ძალიან სამწუხაროა ამბავის ესმის არ ვიტყვი ხა ალბათ ეცოდინება ხალხს და ვეუბნები ხოლმე ადამიანებს არ მომბაძოთ მეთქი მაგრამ მაინც ბაძავენ და რა გავაკეთე ყველა ცხოვრებაში ყოფილა ახლა რა ძირითადად და ხდება ყველა მოიცით რომ ინგრევა ოჯახები რა სამწუხაროდ რა თქმა უნდა ამას არ მივესალმები მაგრამ რაღაცა არის რა რომ ხელოვან ხალხს რატო გჭირს ესეთი რაღაც რა ანუ მეტ დროს ალბათ აღარ ვაქცევდი ყურადღებას და უშუალოდ ოჯახს და უფრო უთმობდი დროს ამ ხელოვნებას გესმის და რაღაცა მომენტებში ამანაც განაპირობა ეთყობა რა ანუ რო ამბობენ ესე იგი რომ რაღაცა უნდა დათმო როცა ხარ ხელოვნებაში დაუშვათ ხო მუსიკოსი ხარ თუ მოცეკვავი თუ არ აქვს მნიშვნელობა რაღაცის დათმობა გიწევს ადამიანს ხო შეიძლება ეს ამ შემთხვევაში იყოს ის რომ ის ფასი რომ ოჯახს მოხდი ხო შეიძლება არა ანუ ეს დისკომფორტი მქონდა ანუ არ ვიძახი რომ მე აქედან გამომდინარე ამიტომ მე დავანგრიე და დამენგრა ან რაღაც არა ეს დისკომფორტი მქონდა ყოველთვის ვეღარ ვაკეთებდი იმას და ეხლაც მაქვს ხოლმე აი ხშირ შემთხვევაში სამსახურიდან გამომდინარე რომ მეტი დრო უფრო სამსახურში მაქვს გასატარებელი ვიდრე რაღაც საკუთარ თავთან სამუშაოდ ამ სფეროში ხო ხდება და ეს ყველაფერი იმენა აი რასაც ქვია რავი რა დისკომფორტს მის სერიოზულს რომანტიკოსი ხარ ისე კი ანებიურებდი ხოლმე ძალიან კი სურპრიზებით და რაღაცებით კი რომანტიკოსი ვარ ბატონო როგორ ახსნით როგორც რეპერი კაცი სიყვარულს აი როგორც რეპერი არ უნდა გეტყვი რატო ეხა სად რეპიდასაც სიყვარული არა მე სად რეპისაც სიყვარულზე არა გვაქვს არა გვაქვს არა გაქვთ რეპერებს სიმღერების სიყვარულზე მე რეპერი აღარა ვარ სიყვარულზე არა გააჩნია რა სიყვარულს სულის ხო სალოჟო სიყვარული ხო იცი უფრიდან მომდინარეობს და მე აი ესე მოდის იქ მშობლების დედმამიშვილების ხო შეიძლება შვილზე დაწერო რაღაც რაც მე მაქვს უკვე გაკეთებული ეგ შვილის სიყვარული სხვა არის და ხო ქალი და კაცი სიყვარული ის ცოტარებთან მე არ მიმაჩნია რა კაი ეხა მითხარი მაშინ რო ვაკეთებდით ჩვენ რეპს, რასაც ვქმნიდით, ტექსტი იყო, მუსიკა იყო, თუ რა იყო, დღეს ხო შეიცვალა ყველაფერი, აბსოლუტურად. რა თქმა უნდა, განვითარდა. როგორ თვლი ახლა განსხვავება
რამდენად არის მაშინდელ შორის და ეხლამდე შორის რაც კეთდება. თავიდან რაც კეთდებოდა, შემდეგ უნდა განვითარდეს და უნდა განვითარებული იყო და განვითარდეს ყველაფერი რა, რა თქმა უნდა, ერთ დონეზე არ უნდა იყოს და არ უნდა იდგეს რა. რაც შეეხება იმას, რა კეთდებოდა ეხლა ის ძველი old school ის რაც იყო იმ დროში რა, ძალიან კარგი იყო რა, ეხლა ძალიან ბევრი რეპერები ვიცი, ვინც თავიდან დაიწყეს. მე მაგალითად მირჩევნია ხოლმე რომ დღემდე დაუშვათ თუ რამეს გავაკეთებ, რომ კაი old school beat-ი იყოს, მაგრამ მოსასმენად ეხლა PvP ბეთლები რო წამოიწყეს და მთელი თემები, ხო? მანდ ეხლა იმდენად შეცვლილია ყველაფერი, რომ აი ეს რეპიც არ არის, რაღაცა ძალიან მაღალ დონეზე აყვანილი და რაღაც სხვანაირად არის გაკეთებული ეს ყველაფერი რა. ფაქტობრივად ახლიდან აი ახლა ვინც იწყებს რეპს და რეპერობას ფაქტობრივად ახლიდან იწყებენ ამ რაღაცას. ანუ ნახე ეხლა ვინც იწყებს, უყურე, ეხლა ვინც იწყებს, არავინ old school-ს არ აკეთებს. ეხლა ვინც იწყებს, ყველა აკეთებს ახალს რა. ანუ იმ განვითარებულით იწყებს რა. ხო, იმიტომ რომ ხედავ როგორ არის. მაგ PvP-ს ბევრი რაღაცა გააკეთა იმისთვის, რომ განსაკუთრებით ქართულ რეპერებზე მაქვს საუბარი, რომ ვინც მაგას უყურებს PvP ბეთლებს, ისეთი რითმებია, ისეთი ბიტებია, რომ საერთოდ განსხვავდება. ეხლა ჩვენ მაშინ არ ვაკეთებდით ეგეთ ბიტებს. განსხვავებული. არა, ჩვენთან old school მშრალი ბიტები იყო ხოლმე სულ რა, ძირითადად ხო და აი რისი თქმა მინდა რა. კი, ეხლაც რო კეთდება ეს ახალი სკოლა, ახალი ინსტრუმენტალებზე, ბევრს რასაც მოусმინე, უაზრობა, აი, ვერ გებულობ რა, შინაარსი ვერ გამომაგ. შეიძლება გაკეთდეს ახალი სკოლა, ანუ ახალი ბიტებზე. ანუ უფრო საცეკვაოა მეტი. ხო, უბრალოდ რაღაცა გარითმო, საბაუნსო. მაგას არ მივესალმები ეხლა ვინც ესე აკეთებს. მაგას არ მივესალმებ, ეგ არაფერი არ არის რა. ნუ ანუ შენი აზრია, ხო, ვიღაც შეიძლება ძალიან მაგარი იყოს. ვიღაც ის ახლა თავის სპონსორს გაისწორებს, მოწევს და რაღაც ჩაართავს და გაუსწორდება ყველაზე. აი ხა შენ რო გაქვს სიმღერა პოეტებზე. ო, პოეტის ცრემლი. ხო, ესე კი. ეგ მე ძალიან მიყვარს ეგ სიმღერა და დღეს მაგ სიმღერას შეასრულებ, როგორც ვიცი, სიმღერას შეასრულებ ძალიან ისე ჩანს. მაგას გარეპავ დღეს თუ როგორ იქნება. კი, აუცილებლად, კი. აი როგორ დაიწერა და რამდენი წიგნი გადაიკითხე იმისთვის რომ აი დაგეწერა. წიგნები ბევრი მაგრამ კითხი რა, რომ სიტყვათა მარაგი შემეცო. რომ მქონოდა სიტყვათა მარაგი. ანუ ჩემთვის რას არის? აი რომ არ შემაწყვეტინო, აზრი არ გამოფანტინო, ერთ წამით კეთდი და ჩავკეცავ მაშინ. ხო. როგორ არის? აი ბევრი წიგნი ჩემთვის არის მნიშვნელოვანი, როცა ვუსმენ ხო ტექსტს რა. იყოს სიტყვები იყოს ბევრი, მრავალფეროვანი იყოს, ანუ ერთ და იგივე სიტყვები არ მესმოდეს ხულში, ხო? ეს ჩემთვის ყველა ამაზე მოსასმენია. არ მქონდა ბევრი სიტყვათა მარაგი რა, რომ სიმართლე გითხრა რაღაცა, რასაც წერდი, არ მომწონდა. და ამიტომ დავიწყე ბევრი წიგნები წავიკითხე. სიტყვები ვისწავლე რაღაცა მნიშვნელობები, ისე ანუ კონკრეტული მიმართულება წაიკითხე ამ წიგნების თუ დაუშვათ იყოს სხვადასხვა დაუშვათ. არა, კონკრეტული არა, ლექსებით, წიგნებით, რავი, ყველაფერი აბსოლუტურად, მოთხრობები რა. პოეზიაც და ყველაფერი. რომანები და რავი, ასე შემდეგ რა. რო სიტყვათა მარაგი შემოსო. ეხლა შეგვიძლია თუ აგზელო კითხოს ის. როცა მცალია კი უეჭოლი თავისუფალ დროს. ტელეფონში არა ვარ რა. როცა მცალია უეჭოლი, უნდა წავიკითხო წიგნი. მომწონს წიგნების. მე. ფილმებს მირჩევნია ხოლმე რა, უყურე. წიგნებს ვკითხო, ვიდრე ფილმებს ვუყურე. სხვა სამყარო. მე ყავი რა ფილმსაც ვუყურე ამირანში. ხო და ეგ სიმღერა დაიწერა ძმაო. ვიყავი დეპრესიაში, ესე რო გითხრა, დეპრესიაში რა ისეთი ჩაკეტილი ვიყავი, სახში ვიყავი. ეგ პერიოდი ერთი კვირა ვიჭექი სახში. მაშინ დავწერე ეგ სიმღერა. ორი სიმღერა დავწერე ერთ კვირაში, ის სისხლიანი შემოდგომა და ეს პოეტის ცრემლი. მე ვაღიარე პოეტის ცრემლს შენს შემოქმედებაში. რამდენი სიმღერა ჩაწერე შენ დაახლოებით? დაახლოებით 26 სიმღერა, 25 სიმღერა მიდევს, დანარჩენი კიდე დასადებია. ანუ საყოველთაოდ ერთი აი პოეტის ცრემლი რო არის. არც ეხა ხალხმა დააფიქსიროს თავისი აზრი კომენტარებში, ეხა რო იმღერებს დღეს გადაცემის ბოლოს როგორ მოგეწონათ და ასე შემდეგ, მაგრამ მე ვთვლი, რომ შევაც გავს გაკეთებული ეგეთი დონე, რა ვიცი, ახლა რითმი გინდა, აზრით გინდა, რა ვიცი, ყველანაირად რა. ძალიან მაგარი, იმიტომ წამოვედი და იმიტომ დავესწარეთ და მექსიმ ბექები დაადო და მთელი ამბავი. ალისთან ვიყავი მაშინ LMG-ს სტუდიაში რო წერდი და მაშინ მოხვედი შენც. ჩაწერის პროცესში მოხდა. აი რომ მოისმენ რა, რაღაცა დაგაფიქრებს ცხოვრებაზე ისეთია და მაგითო აღნიშნე რომ რამდენი წიგნი წაიკითხეთ რომ ჯერ ეგეთი შენი ყველა სიმღერისგან განსხვავდება. გეგონება ესე ადგა და რაღაცა 19 საუკუნის პოეტმა დაწერა ესე დაჯდა და ესე დაწერა რა.
ხო, განსხვავდება მართლა. თვითონ ტექსტუალურადაც განსხვავდება. ბიჭო, არის ხოლმე რა ზოგჯერ არის ისე, რომ ყველაზე ხარ აი ეგ ნამდვილად შენ დაწერე ისმის კითხვა. თუ გადავუხადე სხვა კონსტრუქტორი მეუწერ, არა, ისე დაწერილი რატო რომ მეუწერ. არა, ხო არის რეპერეს უწერენ. ახლა უწერენ, რავი, ხა ეგ მაგათი პრობლემაა, მე ვერ ვიგრძნობ. ხვის დაწერილს ვერ ვიგრძნობ რა. ვერ წავიკითხავ, იცი როგორც მე ჩემს დაწერილს რა. როგორც რეპერიკაცია ხა მაგ თემას რო არ შევეხოთ არ გამოდის და ამ PvP ბეთლის თემაში გაყვიდოდი შენ ვაფშე რა აზრის არა, არანაირად არ გავიდოდი. აი მასტერი ამბობს რომ ჩემთვის მიუღებელიაო. ნოზაძე ამბობდა ხოლმე კიდე ადრე მიუღებელიაო. აი შენ როგორც რეპერი დაუშვათ რომ დაგიძახონან რაღაც გაყვიდოდი და უშავ. არა, არ მივესწრებოდი. სურვილი თუ გავჩენ. კი, ეხა უყურე როგორ არის რაღაც PvP შიგნით არის და შიგნით რჩება ის ყველაფერი შუტკას ხსნიან ხუმრობა ერთმანეთს ხუმრობიან ყოველზე ხომ არა. ჩემთვის ეხლა მიუღებელია, ჩემთვის ეხლა მე ვერ გავხსნი იმას ხუმრობას სიტყვაზე. აი მე ჩემთვის შეურაცხყოფა არის რა. თავის საქმე ხა თვითონ იციან, მაგრამ რაც იქ ხდება, ხო? მე რო იქ ვიდგე, ეს ჩემთვის შეურაცხყოფა არის რა. თლიანობაში რეპის განვითარებისთვის კარგია, მაგრამ მე ყოველთვის მაგაზე შენ კარგად იცი რომ იქ რამდენ რეპერს ვიცნობ და რამდენ თან მაგ შეხება რა. ზოგს დაწყებული არ ქონა ბერო, მაშინ მაგ საქმეში ვიყავი, მაგრამ მაინც აი ეგეთი რო უყურებ კი დავუშვათ კარგია რა შოუა და მოგწონს, მაგრამ აი დავუშვათ რომ გახვიდე და მან და ესე თქოს შეურაცხყოფა ხა ისინი სეხნიან რომ ჩვენ ერთმანეთს კი შეურაცხყოფს კი არ ვაყენებთ. ის საქმისთვის კეთდება და იქ რჩება და მოჩვენა საქმისთვის კეთდება აი ყველაფერი თორე. იქ რჩება რა. ეს ჩემთვის პირადულია და შეურაცხყოფაა. მე ისეთი რაღაცები უნახავ PvP-ში რომ აი ძალიან პირადულზე რო შეეხო რა ადამიანს ესე არა რა ხოლმე ხა. არა. ძალიან პირადულზე ეხებიან ერთმანეთს. აჰა. კარგი. რამდენად შეათიტყუები ხოლმე საერთოდ ცხოვრებაში? ხშირად ტყუილი რა, როცა საჭიროა უნდა მოიტყუო რა. ხო და როდის არის საჭირო ტყუილი? მაგალითად აი, კარგი კეთილი ტყუილი, ისე რომ ზიანს არ მოგაყენებს, ესეთი ტყუილი ბევრი მიტყვი. და მე თუ გაიგებ ორი წლის მე გული აქტივა და უშუალოდ რა თუ მომატყუე. ადამიანს არ ეუნები? ის თუ მე მომატყუებს? გააჩნიათ ორი წელი კეთილი არ აუშევს. ხო და ზიანი თუ არ მომაყენა, არ დაუსმევ მოკითხოს არანაირად რა. თუ გაიგებ მე რომ მოგატყუეს მე მაინც გული აგეთ. თუ ზიანს არ მაყენებს ის ტყუილი, ანუ რაღაც საქმის კეთილი საქმისთვის დაჭირდა ის. აი შენ მოგიტყუები. მე ეგეთი მოგიტყუებია მაგალითად. ჩემთვის მოგიტყუები რა მაგალითად. შენთვის? არა. არ მახსენდება რა. კაი დროა გასულა. მომიტყუებია სამსახურში რომ არ წავედი რა. ხო. არ წავედი რა საქმე მქონდა კარგი და სხვა რა მოვიფიქრე. არ დამიხოცია ბებია ბაბუა და რა. ანუ ეხლა სადაც მუშაობ მაგ სამსახურში. არა, ადრე. მეთქე დაემშტობება თქვენ საქმეს. ეხლა სადაც მუშაობ. მიჩალიჩე ხო? არა. ადრე. ესეთი ეგეთი ტყუილები მითქვია ხშირად. კაი, თავისუფლება რა არის შენთვის? ჩემთვის თავისუფლება არის მამა ის სახლიდანაც რო გავდივარ რა. თავისუფლად მივდივარ და თავისუფლად სადაც ვგრძნობ თავს, შენთვის ყველაფერი თავისუფლებაა რა. ტოპ 5 ქართველი რეპერი შენთვის ვინ არის ამჟამად? სფიქსი ძმაო ზაზანოძე კარგად აკეთებს. აი ძალიან, ანუ არ ვიძახი ხა ტოპ 4 იქნება ტოპ 5 თუ ტოპ 1, ხო ასე ხა კარგად აკეთებს. გამორჩეული არის. გამორჩეული არის რა თქმა უნდა. ზაზანოძე აუცილებლად. კაბუ იყო და არის კიდე. ნუ კაბუ ჩემთვისაც როცა იქნება მოვიყვან, სულ მეუბნება რომ მოვალ ძმაო გადაცემაში და 5 რო არ იყოს და 2 რო იყოს. 5 უნდა იყოს. 5 ეხლა დალში ან 6 იყოს რომ არ დავუბრუნო რაღაც. კაბუ და ზაზანოძე ვინც კარგად აკეთებს ეხლა რა. და ის გარემოცვა კიდე ვინც ზაზანოძესთან ტრიალებს რა. ახლებიდან გამოვარჩევდი ვინმე ეს? აი ნიუ სკულში ვინც ხო და ვინც ზაზასთან ტრიალებს ძირითადად. ხო, ვისაც ეხმარება. აი ტახა მოგწონს მაგალითად ვინც გაიმარჯვა ხე PvP-ში. კარგი, კი, კაი ბიჭია რა. კაი ბიჭია, კარგად. მაგრამ გაიმარჯვა იმაზეც ბიტების გარეშე. ხო, აკაპელაზეც გაიმარჯვა და იმაზეც. პელე თუ გევასებაში. პელე მაგარია. მაგარი შავი იუმორი აქვს, ხო, კი. კაი ტიპია, მხიარული როჟაა რა. კი, ძმაო. პელეც უნდა მოყონ აუცილებლად. ახალი სკოლიდან ზაზანოძე და ის გარემოცვა ხა ვინც ყავს ძირითადად ვისაც ეხმარება, კარგად აკეთებენ რა. მომწონს და კაბულა გითხარი ხა და 5-5-ოს მე ჩამოთვლი ხა ჩემთვის ესენი არა მესმის როგორ საქართველოში ვიცხოვრებთ თავისუფალ საქართველოში პირველ რიგში რა ანუ თავისუფალ საქართველოში რა თქმა უნდა წესიერების ფარგლებში ვიძახი ანუ შეგვიძლია ჩავშალოთ წესიერების ფარგლებში თავისუფალ საქართველოში ვიცხოვრებდი და ვიცხოვრებდი ისეთ საქართველოში სადაც დაფასდება რა
ადამიანის ნიჭი, ადამიანის შრომა დაფასდება. აი ესეც საქართველოში მოიგეთ ეხლა ბერძნებს რომ მოუგეთ და რო გავიდეთ ევროპაზე. მერე როგორი ერთიანიც იყო საქართველოს, აი ესეც საქართველოში. ერთიანი დიდი ხანი არ მინახე. ეგეც საქართველოში. კი. აი ესეც საქართველოში, სადაც დაფასდება ადამიანის შრომა. მართლა ყველას სადაც გასაქანი გვექნება ყველას, ხო ხვდები რაღაცა რა. ყველას ყველა უყვარდა და ძალიან ისეთი იყო რა. რამდენად მიმტევებელი ხარ ზოგადად. ადვილად პატიობ ადამიანებს შეცდომას. რო გითხრა რომ არ უპატიობ თქო ვერ გეტყვი. თავიდან კი ბრაზდები ძალიან და შეიძლება ანუ ვაკონტროლებ სიბრაძეს რა თქმა უნდა თავიდან, მაგრამ რო ბრაზდები იმ საქციელით არა, იმ საქციელიდან გამომდინარე, რასაც ვაკეთებ, ანუ რაც ეკუთვნის იმ ადამიანს რა, შემდეგ გულში ვნანობ ხოლმე რა, ამ ყველაფერს და ეს ბოლო პერიოდი არის, უფრო მიმტევებელი გავხდი რა, უფრო მეტად თავდაბალი ვარ, აგან არ ვიყავი თავდაბალი რა, ხო ხვდები, უფრო მეტად გავხდი. უჭაღარად შეგელია უკვე და ისეთი თავდაბალი უფრო მეტად გავხდი და უფრო პატიობ ადამიანებს რა. მაგრამ არის ახლა ისეთი რაღაცები, რასაც ვერ აპატიებ რა, თორნიკე, კარგად იცი, შენც იძულებული ხარ ვერ აპატიო რა, და ვერ აპატიებ, ხო ხვდები. ან შეიძლება ვერ ხუჭავ თვალს. გამარჯობა უთხრა, მაგრამ არ აპატიო, უბრალოდ მიესალმო რა სალვეხთვისა და უთხრა, ვიცი რომ ეს ესეა და არც კარგი და არც უდი შემეშვი. არა, ხო, უფრო ხშირად პატიობ ადამიანებს რა. რომ არა რეპერი და რეპის კერო არ წასულიყავი რა, პროფესიაში იქნებოდი, როგორ ფიქრობ უფრო? რა მიგიზიდავდა? არა რეპერი, არ მიფიქრია. აი ხო არის ბავშვობიდან მაგალითად რომ კოსმონავტი უნდა გამოვიდე, პრეზიდენტი უნდა გამოვიდე, ექიმი უნდა გამოვიდე. არა, ექიმობა და პრეზიდენტობა არ ნდომებია რა. ალბათ უფრო სპორტისკენ წავიდოდი რა. ფეხბურთი არა. ზედმეტ სახელი ჯალა საიდან შეგერქვა? თუ გახსოვს. თო, ვინ შემარქვა შენ? შენ და მე დედა შენი, მამა შენი, რავი, ყველა მეძახდა. ხო, მაგრამ საიდან წამოვიდე? არ მახსოვს. ბევრი რამე აღარ მახსოვს, იმდენი დრო არის გასული რა. 2013-დან რა. ერთგვარი კლიჩკა ზედმეტ სახელი ასე თქვა, ჯალა შევარქვით რაღაც თურქულად ხუმრობდა თუ რაღაც ქართულ თურქულად. ამახსენდა ხო? თურქულად ვეპავდი რაღაცეებს ხოლმე რა და მაქედან რა. ხო და დეიდაჩებს მართლა გონებია რომ ეგონდა რომ ერქვა ჯალა, ნამდვილი სახელი და მეცახდა ჯალას. ახალი წერია და ჩემთან დავპატიჟე ალექსა და მეცხრე სართულზე ვცხოვრობ და გადმოიხედა იქინა და დეიდაჩება გადმოხედა ჯალა, აქეთ მოწადი ჯალა. მეთქი რა ჯალა. მეთქი ვისაც ახი მეთქი ჯალაო შეიძლება რომ მოვიდოთ ჯალა. შენი მისია რა არის დედამიწაზე, როგორ ფიქრობ? სანამ ცოცხალი ხარ, რა მისია გაკისრია? ეხლა მისია და რაღაცები არ გარიყო. ჩემი შვილის კეთილდღეობა პირველ რიგში და ხალხისთვის სიკეთის კეთება, რამე ესე ვფიქრობ, ჩემთვის ეს პრიორიტეტია რა, ანუ ვაკეთო სიკეთე, როგორც საშუალება მომეცემა, მინდა რომ სიკეთე ვაკეთო ყველასთვის რა. როგორც ამის საშუალება ჩამივა. ეხლა თითოეულ ნაბიჯზე რო გადიხარ, სიკეთის საშუალება ყოველთვის არ გაქვს, რომ გავუკეთო ადამიანს, ხო ხვდები რა? ან მომენტი არ გაძლევს საშუალებას, რომ გააკეთო სიკეთე, ხო ხვდები? ანუ ეს მინდა რა, მე რომ ხალხს სიკეთე გავაკეთო, ჩემი შვილის კეთილდღეობა პირველ რიგში რაც მთავარია რა. ანუ ჩემს ცხოვრებაში ჩემი შვილი არის ჩემთვის ყველაფერი, ხო ხვდები? ეგ რა თქმა უნდა, კი. მე ხო, მოუწყო ჩემს შვილს, ჩემ თავისი ცხოვრება, ყველაფერი და ვაკეთო სიკეთე, ხო ხვდები? ეს ჩემთვის ესაა. ხე თუ გაგდარგულით ბავშვობაში. ესე იგი სახლი დაგჭა საყიდელი. პატარა ხე. ხე გაგდარგული, შვილი გყავს და სახლი დაგჭა საყიდელი ესე. ხო, არ ვიცი ახლა ის ხე რა შვება. როგორ არის? თავარია ხო დარგი. არა, ხო ამბობ საერთოდ რომ ვიბადებით, რაღაცა მისია გვაკისრია რა ადამიანებს და იქამდე ვცოცხლობთ, სანამ ამას არ შევასრულებთ. აი ესე ამბობენ ხო. ესე ამბობ, მაგრამ ეხლა რა იცი შენ ეხლა რა ვიცი. ხო, არავინ არ ვიცი. ალბათ ყოველ შემთხვევაში მაინც ვფიქრობ, რომ არ უნდა გავჩერდეთ ალბათ და ერთ ადგილზე უნდა დავპაუზდეთ და სულ რაღაც უნდა ვაკეთოთ. სულ წინ კი ბატონო. სულ რაღაც უნდა აკეთო, უნდა იშრომო ყველაფრისთვის რა. ბევრი ექსპერიმენტები უნდა ატარო ადამიანმა. რა იცი რა ხდება, სად გაგიმართლებს და ასე შემდეგ. რისკი ყოველთვის ამართლებს, როგორ ფიქრობ? რისკი ყოველთვის საჭიროა რა. და ამართლებს ყოველთვის დაუშვა. ხშირ შემთხვევაში კი. ხო შეიძლება ფატალურად შედეგებით დასრულდეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამართლებს. მე რისკიანი ვარ და მიყვარს კარგი. აი რა გაგი რისკია ყველაზე ისეთი რაც გახსოვს მზაფრად რომ დაგამახსოვდა და რომ გარისკე და გაამართლა. რა გამირისკია? ეხა იმას არ გულისხმობ რომ რა ქვია გრიგოილებს გთხოვეს და თუფაკი გაყიდე მაღაზიაში. არა, ეგ რა რისკია? ეგ არაფერი რისკი არ არის. თუ რა გთხოვეს? გეტყვი ხო, გრიგოილებს იყო, რომელიც არ ქონდა და თუფაკი გაყიდე. თუფაკის ოლაზონმი 2 დისკიანი ალბომი გავატანე. დღეს სადღა არიან ესეთი ხალხი, ეგეთი ხალხი აღარ არიან. და წაიღო კმაყოფილი იყო. გეტყვი ახლა, მაშინ ისე გეტყვი რა არ გაამართლა, ანუ რაზე გაურისკე და რა არ გაამართლა.
მაშინ ჯარში ვიყავი. აბა. და შენ ჯარში ნამყოფი ხარ? კი, ვიყავი ჯარში. ეგ პერიოდი იყო რა, მაშინ ჯარში გარდამეცვალა დედა როცა მსახურობდი. მაგ პერიოდში ვაზიანში ვიყავით რა, ვაზიანში მსახურობდი. აი ეს როგორ გითხრე, შუქები რო დგას რა, ლამპიონები გარეთ. მაგ სიმაღლეზე, ხო, რამხელა დიდი სიმაღლე აქვს რა. ჯერ იდგა კონტეინერი და იყო საქართველოს დროშა, ზედ დამაგრებული და ვერავინ ვერ გარისკა იქ ასვლა რომ ჩამოიყო რა, ბანაკდება, უნდა წავსულიყავით უკვე ვაზიანი და სპეციალური კიბე ან რაღაცა? კიბე ედგა, უყურე კონტეინერზე იდგა კიბე და კიბედან უკვე ადიოდი. ანუ საშუალებაც იყო? ხო, რა, კიბიდან ადიოდი, მიწვდებოდი. ავედი მე. არავინ არ ავიდა რა, შეეშინდა სიმაღლის თუ რა ავიდა. მე გავრისკე და ავედი. ამ რისკმა არ გაამართლა რა, რამის ფატალურად დამთავრდა. ავედი ამ დროშის ჩამოსაღებად, მოვუკიდე ამ დროშას ხელი, ეს დროშა გადავაგდე ძირს და მეორე ხელიც რავი ავტომატურად, რატო არ ვიცი, დღემდე ვერ ვფიქრობ, ვერ ხვდები რა, რომ რატო გავუშვი და წამოვედი იქიდან, ჩამოვარდი. ჯერ კონტეინერზე დავეცი, მე რექვევით არაფერი არ მომსვლია ვაფშე რა. ვაფშე არაფერი. არ მაინც გაამართლა ამ რისკმა ბოლოს რო ავდექი. არც ნეკნი მოიტეხა. არაფერი ვაფშე. ისე მივდივართ ბოლოსკე რომ მამა საერთოდ არ გიხსენებია და. რატო? მამა მარტო დედა. კი, დედა იყო ჩვენი მამაც, ჩემი ძმის და დის და ჩემი გავგზარდა რა. ანუ მამა მიგვატოვა, თვალით არ მინახია, სადღაც 3 წლის ბავშვი რა უნდა გახსოვდეს ხოლმე. მე არ მახსოვს ხოლმე მაგალითად, ზოგს რავი შეიძლება ახსოვს, მაგრამ მე არ მახსოვს მამა. მოიცა, 3 წლის ასაკში რო იყავი და მიგატოვათ, როგორც ისახი, აღარ ქონია შეხება იმის მერე თუ? არა, იმის შემდეგ მიგვატოვა წავიდა, ანუ როგორც ესეთი სვავდა. ხო. ლოთი იყო რა. ეს პირდაპირ ვამბობ რა. არაფერი არ შეიძლება სევდა ქონდა ადამიანს მეგულში. მიგვატოვა, არა, ეხლა რა სევდა ქონდა გულში, ოჯახი და შვილები უნდა მიატოვო. არა, სმის თემაში ვაფსვადაო. ხო, არა, მიგვატოვა რა, ეხლა ეგრე გამოდის რა, ადგა და ოჯახი დატოვა. და საერთოდ აღარ ქონია შეხება, ძოცხალია, მკვდარი არამე არ იცი. გეტყვი ხო ვისაუბრებ. და არ გვინახიე თვალით რა, დედამ გავგზარდა რა. დედა ჩემი რო გარდაიცვალა, ზუსტად მაგ პერიოდში დარეკა სახლში მამა ჩემა რა, მოსკოვიდან ჩამოსულა და შენი ნახვა მინდაო რა. ანუ გაიგო ეს. გაიგო ხო რა. მეთქი შევხვდეთ ერთმანეთს და ნახავ რა, მეთქი ნახავ რა, მაგაზე არასდროს არ გვისაუბრია, სხვათა შორის მეგობრებო და ეხლა გვიწევს საუბარი, ხო? კი, მეთქი გავიცნობ რა. რავი, ალბათ მოვიდა დრო რომ გავიცნობ მეთქი. რავი, ნახე ჩვეულებრივია აი როგორც ისეთი ადამიანი, ხო ხდები გამლელი ადამიანი, არაფერი რეაქცია არ მქონია რა. მე პირადად აქ გრძნობა განცდა არ მქონია ადამიანი რომ ნახე რა, ხო ხდები. გავიცანი ჩვეულებრივი რა. ეგ იყო და რაღაც 1-4 თვეში მამაც დაიღუპა რა. რთული ცხოვრება გამოვლილი მართლა რა. და ჩემს სიმღერებში ხა ძირითადად სულ ლირიკები მაქვს და უფრო ლირიკული და რატო არ აკეთებ მხიარულ სიმღერებს და რატო შემიძლია გავაკეთო რაღაცა. არა, კი, შენ და ნეგას გქონდათ რაღაცა. ხო, რაღაცა. მე შენ და მეგისაც გქონდა. ჩემს ზუგს უკან რო გააკეთეთ თან და გამიკვიდა რომ ეგეთი კაი დონე გამოვიდა. ვინ გააკეთა დონე მე? ვიაბით ვიამაყე. კი, შენი მართლა კარგი იყო. ეგ არსად არ დევს, თუ დევს YouTube-ზე. დევს კაცო. YouTube-ზე როგორ უნდა ნახონ ხალხმა? აღწერაშიც იქნება. ხო, ნუ აღწერაში დავდოთ რა. კი, აუცილებლად. ალექს, შენ ახლა მაინც რა გზაც გამოიარე, ხა რაღაცებში დაიხვეწე და ასე შემდეგ და შენ რა რჩევას მისცემდი მაგალითად, ეხლა ვინც იწყებს რეპერობას იმათ რა უნდა გაითვალისწინონ? პირველ რიგში უნდა გაითვალისწინონ, ანუ თავიდან დაწყე, ანუ აი ესეთი რაღაცები რო ხდებოდა ადრე, რომ აი ხო გახსოვს დამწყები რეპერები რო სიმღერებს ჩავწერდით და პირველი სიმღერა რაღაცა აი ხოლმე ხრის რო გამოვშვიდით პირველ სიმღერას ხო სისულელე რაღაცა აი არ იყო კარგი ხო სულ სწრაფობის თემაა რო არა პირიქით უნდა დახვეწვა პირველ რიგში ხო და არ დადონ არ გააკეთონ ისეთი სიმღერა პირველ რიგში რომელიც ხო ხდები რა არ იქნება მოსმენადი, ანუ ვინმე მოусმენს და იტყვის რომ ფუ არ ვარგა და ეს რა არის, ხო არა, პირიქით, უფრო დახვეწილები, უფრო მომზადებულები, უფრო განათლებულები, ბევრი სიტყვათა მარაგი გქონდეთ, უფრო მრავალფეროვანი იყოს ტექსტი, როცა უსმენ და იყვნენ ნამდვილები რა, ანუ გააკეთონ ის რაც არიან.
არ არის საჭირო რაღაცა მოიგონო, რაღაცა ტყუილები თქვა და არ არის ეგ სიმართლე ჩემი აზრით რა. მე ეს ზოგმა შეიძლება აღიქვას ისი რა არის მუსიკა და რაღაცა ტექსტს დავწერე. ადრე უფრო იყო ხოლმე გახსოვს? მე ესეთი მანქანა მყავს, მე ამდენი ქალები მყავს ხო, არ არის. ეხლა დაიხვეწა და მართლა რაც რეალობა, იმას უფრო ბაზრობენ და იმაზე უფრო ხო, ეხლა უფრო არის დახვეწილი. კი ბატონო. ანუ გააკეთონ ის რაც არიან, რას ეგ ჯობია რა უფრო. ალბათ ამ სიტუაციას. ხო, არ ვიცი ეხლა ის საშუალებაც იყო ადრე და MP3-ს რო ვიპარავდით ხოლმე სხვადასხვა რეპერების უცხოელის და იმაზე ვაკეთებდით, ეხლა უკვე ბიტმეიკერები ხო, რავი, გამოდიან და რაღაც განგსტერულად ბაზრობენ. განგსტერი ჯერეთი თუ განგსტერი ხარ, ვაფშე არ უნდა ჩანდე რო იცოდე რა. განგსტერები არ ჩანდნენ. თემაში გადავდივარ. ხო, არ ჩანდნენ. სტუპიც და ისიც განგსტერები არ ჩანდნენ. ხოლმე ხარ პირიქით სრულყოფილით ცდილობდნენ რომ დამალულები ყოფილიყო. ხო, რა არ არის ეგ ხარ. სამომავლო გეგმები რა არის შენ იმის გარდა რომ კაი დუეტი უნდა გლიჯოთ ბედა. ჩემი სამომავლო გეგმები არის ცოტა ხელშეწყობა მჭირდება. პირველ რიგში აუცილებლად გეგმაში მაქვს უკვე და მიმდინარეობს ამაზე რაღაცა საკითხებზე მუშაობა რომ სტუდია გავაკეთო აუცილებლად. ეს არის ჩემი პირველ რიგში სამომავლო გეგმა. სტუდიას რა ერქმევა? სერალექს. არ ვიცი რა მე გადავწყვიტავთ რა სპონტანურად უცებ წინასწარ არ ვფიქრობ ხოლმე რა. ეს არის ჩემი სამომავლო პირველ რიგში გეგმა რა. ცოტა ფინანსებთან არის რაღაც კავშირში ამ ფინანსებს ცოტა არა ხო ამ ფინანსებს მოვიძიებ აუცილებლად არის უკვე რაღაცები დაგეგმილი და პირველ რიგში ეს და მე იწყება უკვე ყველაფერი რა მე აი ძალიან ბევრად მაგარ და კარგ რაღაცას გავაკეთებ ბევრს ისედაც ახლა უბრალოდ აი სტუდიის თემაში ხარ ჩვენ შემთხვევაში როგორ არის ხა სტუდიაში მიდიხარ იქ მუშაობ რამოდენიმე საათი ჩაწერ მოდიხარ და всё არა მე ესე არ ვწერ არ მინდეს სიმღერების ჩაწერა, პირიქით მე მინდა სტუდიაში ვიმუშაო. შეიძლება ერთ სიმღერაზე შეიძლება იმუშაო ადამიანო 2 კვირა და 1 თვე და იქვე რო ზიხარ, იქვე რო წერ, იქვე რო ვაკეთებ. ეს არის ჩემი სამომავლო გეგმა და კიდევ არის სამომავლო გეგმებში მე ვაკეთებდი ცოტა old school-ის ბიტებზე, უფრო გადავდივარ ახლა შევიცვლი სტილს, მაგრამ გავაკეთებ ისევ აზრიანს მაგ ლირიკულს აზრიანს რა მიუსკულს ოკეი შენ YouTube არხის ლინკი აუცილებლად იქნება აღწერაში კი ბატონო გადაბრძანდით გამოიწერეთ მოусმინეთ მე ვფიქრობ რომ ასე თუ ისე საინტერესო საუბარი შედგა ჩვენ შორის მე მგონი მეც ესე ვფიქრობ ასე თუ ისე სხვადასხვა თემებს შევეხეთ მეცაც გეტყვი ისეთ თემებზე ვისაუბრეთ რაც კამერის იქითაც არ გვქნა საუბრები ხო და მე ვფიქრობ რომ ძალიან მოეწონებათ ჩვენს მაყურებელს ეს გადაცემა დაალაიქეთ ვიდეო დააკომენტარეთ აუცილებლად გამოიწერეთ არხი რომ სტიმული მომცეთ რომ ვაკეთო ეს ყველაფერი გამოიწერეთ კაფეს არ შევეშვათ 15177 გამომწერი არის ამჟამად 20-ზე ავიდეთ და ნელ-ნელა მივყვეთ კიდე რა აუცილებლად გამოიწერეთ კონტენტს არ მოგაკლებთ თავია გამოიწეროთ ახლა კი სიმღერა სახელწოდებით პოეტის სრემლი მე მატება რაც უფრო შანგითა და დალახით იზილებასაც ურთო და ვერდი ჩემოობლობავ მე ვერაფერს გშველი ეს იყო გუშინ ვერ გავიხსენე თვალები შენი ბედნიერების ხივში ირწევა ყველა ტკივილი ცრემლად და ღვილი თავ და ვიწყებით მიყვარს აპრილი სევდით თვალი ვეგებები განთიადის მნათეს პოეტების ღამეს იგი ჩემთან ერთად ათევს ძილგამყდარი ბორძიგ მივსდებ ქუჩის კიდეს სულ ყველაფერს ვუხილდები ვეფერები კიდეც აკეც იმის საყელოდი მორღვეული ლანჩით ქალაქს მე ჩემს იხატაკეს ბრუია თვალში ვაჩი ვიშველიებ ხანს იყრუეს ხანწაფშებულ მიღბებს და ქალაქი უცხოს სტუმარს ქოფაკივით უღრენს ვერ მოვირგე მხრებზე ფთები განსრომის და ხენის ოცნებებში იფერფლება წუთი სოფლის დღენი მე მაინც მესმის მე მაინც ვხედავ მაინც ის მზეში გამოცემდას მას კერალდებას მე მაინც ვხედავ მე მაინც ვუძებ და ის მშვიდე მაწვება გულზე და შიში მზა მე მაინც მესმის მე მაინც ვხედავ მაინც ის მზეში გამოცემდას მას კერალდებას მე მაინც ვხედავ მე მაინც ვუძებ და ის მშვიდე მაწვება გულზე და შიში მზა როცა პოეტს ეკარგება ლექსის სიყვარული
რჩება სევდიანი მოგონება სინანულის ღირდა კი ღირდა ასეთ ტკივილად ამ ქვეყნად მოსვლა ნეტავით უმე ღირსება გარდაცვალება დროსთან გულიანო მეგობრებო რა უგულოდ მიმატოვეთ არ მიხალათ და მხოლოდ ტკივილმა და სიმარტოვენ ეს ქვეყანა ეს ცხოვრება დღემდე ვეღარ დავთ სევდასა და ნახველს ამდენს მე უთქვენოდ ვათრევ მუდმივ ღამეებს მესტუმილად და ვეიბადები ჯერ თქვენ გეკუთვნით ჩემი სუნთქვა და ჩემი გზები ჩემო ქალაქო ამდარდის და სიფხიზლის რაინც შენ თუ არა ჩემი ცრემლი გაგიღიმებს მაინც შევდები ნაპირს მინდობილინო ეს კიდობას და კალმით ხელში უკანასკნელად ვითხოვ შენ ხოვას თურმე ძალიან ძნელი ყოფილა მოხვიდე მგოსნად